მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ეთერშია გადაცემა საინტერესო ადამიანთა პორტრეტები, რომელიც ორშაბათობით საღამოს 8 ნახევარზე შეგიძლიათ ნახოთ ტელეკომპანია ქართულის ეთერში. დღეს სრულიად განსხვავებული ეთერი გვაქვს, რადგან დღევანდელი ჩვენი შეხვედრა ეძღვნება ყველაზე სათვით, ყველაზე თბილ, ყველაზე ამაღელვებელ, ყველაზე ემოციურ და მე ასე ვიტყოდი, ყველაზე დიდ საქვეყნო საქმეს, რასაც ქვია ქართული ემიგრაცია და ჩვენი საოცარი ქართველი ემიგრანტები. ამასთან დაკავშირებით დღევანდელი ჩვენი გადაცემა ორ ბლოკად იქნება წარმოდგენილი. გადაცემის პირველ ნაწილში მე თქვენ უნდა გაგაცნოთ შესანიშნავი ქალბატონი, რომელსაც 30 წლიანი, დიახ, თითქმის 30 წლიანი საემიგრაციო გამოცდილება აქვს. ის თავის შესანიშნავ შვილთან, შვილიშვილებთან და თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს ნიუ-იორკში და იქ მართლაც უსაზღვროდ საჭირო, სასიცოცხლოდ საჭირო ქართულ საქმეს ემსახურება. ანუ მე მინდა უკვე წარმოგიდგინოთ ჩემი პირველი სტუმარი გადაცემისა, ქალბატონი თამარ გელენიძე. მოგესალმებით. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო ადამიანები, თქვენ მაყურებელს. გენაცვალეთ. ქალბატონ თამარ, ჩვენ მეორე ბლოგში გველოდება სასწაული ემოცია. იმიტომ რომ გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენ შემოგვიერთებიან პატარები, სწორედ ის პატარა ქართველები, რომლებიც იმ უცხო მიწაზე, სულ სხვა კონტინენტზე იზრდებიან, ვითარდებიან, მოღვაწეობენ და ზუსტად მათ ცხოვრებაში უდიდესი როლი აქვთ აი ამ ქალბატონს და მის შესანიშნავ შვილს, ჩემი გვარის თანამოზიარეს ნინო იმედაძეს. ქალბატონო თამარ, მე წეღან აღნიშნე, რომ თქვენ თითქმის 30 წელია ცხოვრობთ ნიუ-იორკში. მე პირველ რიგში საუბარი თქვენთან უნდა დავიწყო თქვენი სასწაული შვილით, რომელიც მე უზომოდ მიყვარს. განა იმიტომ, რომ იმედაძეა, მარტო ამიტომ არა. იმიტომ რომ ის არის უნიჭიერესი ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც ძალიან დიდ ქართულ საქმიანობას ეწევა ბრუკლინში, ნიუ-იორკში. ჩემო ქალბატონო თამარ, მე ნინოს ვიცნობ ვირტუალურად. სოციალურ ქსელში გავიცანი, ჩემო ძვირფასებო, ეს შესანიშნავი ახალგაზრდა ულამაზესი ქალი. და მე ვარ ბედნიერი დღეს, რომ მასზე მიწევს საუბარი ჩემს საავტორო გადაცემაში. ეს მას ეკუთვნის. ეს ქალბატონი ღირსია დაფასების, სიყვარულის, მოფერების, იმიტომ რომ თვითონ არის ამ ყველაფრის შემოქმედი იქ, სრულიად სხვა კონტინენტზე, მოწყვეტილი საქართველოდან. ქალბატონ თამარ, ნინოც დაახლოებით ამდენი წელია, კი არა, 30 წელია თითქმის ერთად გავიარეთ ემიგრაციის გზა. მე როგორც ვიცი, ჩვენ ვისაუბრეთ ეთერს მიღმა, ჯერ თქვენ წახვედით, სულ რაღაც 3 თვით ადრე და შემდეგ სამთვეში უკვე ნინო შემოგიერთდა და ნინო მაშინ იყო 12 წლის. სრულიად პატარა გოგონა. ნინიკო იქ მიიღო განათლება, აკადემიური განათლება, არის შესანიშნავი რეჟისორი, ჟურნალისტი, ღერის, ცეკვავს, საოცრად შემოქმედებითი ადამიანი. ქალბატონ თამარ, ეხლა მოგვიყევით, საიდან დაიწყო ნინომ ეს ყველაფერი და მე თანდათან რა თქმა უნდა ჩაგერთვებით. ნინომ დაიწყო ქალაქ ქუთაისიდან, სულ პატარა იყო, 4 წლის პირველად გამოვიდა სცენაზე. პიონერთა სასახლე იყო მაშინ და პიონერთა სასახლეში მღეროდა.
შემდეგ იყო ესეთი კომპოზიტორი ნიკოლოზ ედგარიძე, რომელსაც ყავდა ბავშვები, წერდა სიმღერებს და ანსამბლი ალიონი შექმნა და 4 გოგონა მღეროდნენ კვარტეტში. და წარმატებულად მღეროდნენ და ჰქონდათ კონცერტები, გასტროლები და წარმატებული აიდროს. შემდეგ იყო ტელეკომპანია რიონი და იყო წამყვანი, როგორც დიქტორი. ბელა რაზმაძე იყო იმ დროს და აი კონცერტები, უცხოელები თუ რამე ხდებოდა, იწყებოდა ნინოს სიმღერით, რომელიც დაუწერა ნიკოლოზ ედგარიძემ და ხსნიდა ამ კონცერტებს. ამის შემდეგ იყო მუსიკალური თეატრი მარინა ტყაბლაძე და ჯემალ ჩხეიძე, სადაც მონაწილეობდა სპექტაკლებში, ჰქონდათ გასტროლები, ჰქონდათ წარმატებები და რა ვიცი, ეს თეატრიც იყო საოცრება და არაჩვეულებრივი პედაგოგებით და არაჩვეულებრივი ბავშვებით. შემდეგ ფოლკლორის სასახლე, ხალხური სიმღერები და ამის შემდეგ წამოვიდა ნიუ-იორკში, ჩამოვიდა ჩემთან და ქალბატონო თამარ. ანუ ნინო იმედაძეს, ესე იგი ბავშვობიდანვე ქონდა, ესე იგი ხელოვნების ყველა დარგისადმი რაღაც გასაოცარი სიყვარული, თვითონ იყო დაჯილდოებული ამ ღვთიური ნიჭიერებით და იგივე საქმიანობა გააგრძელა უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში და ნიუ-იორკში. მე თუ შეიძლება დავიწყებ და მე ჩავერთეთ. ნინო იმედაძემ პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში შექმნა საოცარი მედია პროექტი სახელწოდებით ქართული გენი. ეს პროექტი მართლაც გრანდიოზულია, იმიტომ რომ თავის თავში აერთიანებს უამრავ სხვა გადაცემებს და პროექტებს. რომ არ გამორჩეს, ახლა თქვენი ნებართვით უნდა წავიკითხო. ეს არის გადაცემა სილუეტი, რომელიც ჩვენთან ტელეკომპანია ქართულზე ძალიან ხშირად გინახავთ თქვენ, აქ ცნობილი ადამიანები, ჩვენი საზოგადოების დიდებული წარმომადგენლები თავიანთ ბიოგრაფიულ ეპიზოდებს ყვებიან და საუბრობენ თავიანთ თავზე და თავიანთ შემოქმედებაზე. სალონური შეხვედრები, ეს ბრწყინვალე პროექტი, რომელიც ასევე ხელოვნებაში მოღვაწე ადამიანებს ეძღვნება და თუ არ ვცდები ქალბატონო თამარ, ზურაბ სალუხვაძესთან პირველი სტუმარი, შემდეგ ჩვენი გარდაცვლილი, ჩვენი უნიჭიერესი ლევან შენგელია, ჩემი მეგობარი და რაღაც საოცრად დასაფასებელი პიროვნება, რომელიც მართლა ვერ დავივიწყე და ვერც დავივიწყე მთელი ცხოვრება. ამ პროექტის ფარგლებში, ანუ ქართული გენის პროექტში, ნინო იმედაძემ სასწაული რამ გააკეთა. მღერიან და ხუმრობენ ქართველი ექიმი, რომელიც პირველად, დიახ, მე ამ სიტყვას უსვამ ხაზს, ყველაფერი პირველად იყო. პირველად ამერიკაში 2023 წელს ჩაატარა და ეს იყო შესანიშნავი. უეჭველად გაზაფხულდება მოვლენ დღეების სიყვარულის და გაგიჟების, სადაც შეხვდები შემოგახევ მოცის როკაბას.
იკრება ისი ხარ თუ არ ჩემი მაშვისი ხარ შეთვის უგალო ვიცარ ხმაზე ახარავარ კაცი ჭკუაზე შემდეგ სასწაული დღესასწაული რომელიც ჩემ მშობლიურ და ნინიკოს მშობლიურ ქუთაის ჩვენს სათაყვანებელ ქალაქს ეძღვნება ყოველ წელიწადს ქუთაისში იმართება ორმაისობა ქუთაისისადმი მიძღვნილი ეს შესანიშნავი ღონისძიება და ნინო იმედაძემ ეს ყველაფერი გააკეთა ამერიკაში დიახ პირველად ამერიკაში ქუთაისობა ანუ გვირილობა გამართა ძალიან დიდი წარმატებით ესეც და ეს იყო შარშან 2024 წელს როგორც ვიცი საფლავს ვეცებდი ვერ ნახედა კარგული ხო ულამოსკრიდი ვჩიგოდი სადახარ ჩემოსულიკო ულამოსკრიდი ვჩიგოდი სადახარ ჩემოსულიკო ეკალში ვარდი შევნიშნე ობლათ რომ ამოსულიყო ურის მაცკალით კითხავდი შეხომარა ხარსულიყო ურის მაცკალით კითხავდი შეხომარა ხარსულიყო სულგანაბული ბულბული ფოთლებში მიმალულიყო მივეხმართ კბილე ჩიტუნას შეხომარა ხარსულიყო მივეხმართ კბილე ჩიტუნას შეხომარა ხარსულიყო შეიფთქია მამბოსანმა ყლავის ნისკარტი შეახო ჩაიკვდეს ჩაი ჭიკ-ჭიკა თითქოს ვადიახ-დიახო ჩაიკვდეს ჩაი ჭიკ-ჭიკა თითქოს ვადიახ ასევე ქალბატონმა ნინო იმედაძემ ჩამოაყალიბა საბავშვო მუსიკალური თეატრი სადაც ისწავლება ბავშვები შეისწავლიან სიმღერას, ცეკვას, ქართულ ენასა და ლიტერატურას ხომ წარმოგიდგენიათ ეს რამხელა საქვეყნო საქმეა ამაზე დიდი საქმე რა უნდა იყოს სხვა კონტინენტზე როცა ცხოვრობდა შენ ფესვებს რომ არ წყდები და არ წყვეტ მომავალ თაობას ასევე სასწაული რამ გააკეთა ეს არის თოჯინების თეატრი დიახ ბატონებო პირველად ამერიკაში ნინო იმედაძემ ჩამოაყალიბა თოჯინების თეატრი სადაც ნუ არ ვიცი იმხელა სიყვარული სითბო სასწაული ემოცია ტრიალებს სხვაგვარად ხო წარმოუდგენელია მე მაქვს ნაწყვეტები ნანახი და ეს არის მართლაც რაღაც ღვთაებრივი პროექტი რომელიც არის ორიენტირებული ჩვენი ბავშვების ჩვენი ქართველი გოგობიჭების აღზრდა განვითარებაზე შეგჭამთ ჩემო პატარებო მე თქვენ სულ ყველა ძალიან მიყვარხართ
ძალიან მიყვარხართ ყველას. აგერ არის ჩვენი ბაჭიკოც. ბაჭებო, დიდი მადლობა. მე როგორც ვიცი, ქალბატონო თამა 2024 წელს ნინიკომ წითელ ქუდას ზღაპარი ინგლისურ ენაზე თვითონ გააკეთა თვითონ და ძალიან წარმატებულიც იყო. ძალიან წარმატებული იყო ეს ყველაფერი. ეხლა ქალბატონო თამა, თქვენ მე როგორც ვიცი, ხართ აი ამ პროექტის ძალიან ერთგული თანამდგომი, გვერდით მდგომი ფინანსური მენეჯერიც, ესე ვთქვათ, ხო? იმიტომ რომ მარტო ეხლა ამაზე ერთი ქალი კი შემოქმედებითი მხარე გასაგებია, მაგრამ აქ უამრავი სხვა ფაქტორია, რომელიც არის მოსაწესრიგებელი, ხო? და მარტო ნინო ამას ნამდვილად ვერ შეძლებდა, რომ არა თქვენი ძალიან დიდი თანადგომა და ძალისხმევა. ეხლა რა მაინტერესებს, იცით? ბავშვების მოდინება როგორ არის, აი ბავშვები რა რაოდენობით არიან, როგორ არიან ეს ბავშვები, ხო სიხარულით მოდიან აქ, საიდან დადიან და ასე ბავშვები მოდიან სიხარულით. ეჭვიცა და აი წასვლაც აღარ უნდა სახლში. ეს არის პატარა ოჯახი, პატარა საქართველო, სადაც ბავშვები კარგად გრძნობენ თავს და ეს არის პედაგოგების დამსახურება. თავისთავად ხარ. მსახიობების გიორგი კაკაურიძის, სერგი ზოსიაშვილის, რომლებიც ამ ბავშვებს ასწავლიან მეტყველებას, ქართულ ლექსებს, აი ყველაფერს ქართულს და ამზადებენ სპექტაკლებს. და უკაცრავად მე ვიცი ნინოსგან, რომ სწორედ სერგი ზოსიაშვილი იყო, როდესაც ნინოს დაეხმარა პირველი ნაბიჯების იყო და აქედან მოვიკითხავ ნამდვილად, იმიტომ რომ ნამდვილად დიდი საქმეა გაკეთებული და მოვიკითხავ მე სერგი იყო, ვინც გვერდში უდგა ამ საქმეში დასაწყისში და ეს რა თქმა უნდა მთავარია. რა თქმა უნდა. აგრეთვე ჩვენ გვაქვს ცეკვის წრე, პედაგოგი ლევან დარახველიძე არაჩვეულებრივი პიროვნება, სუხიშვილების მოცეკვავე იყო, პროფესიონალი და პროფესიონალის გარდა არაჩვეულებრივი პიროვნება. აი არაჩვეულებრივი ლევანსაც მოვიკითხა. დიდი სიყვარული. იმიტომ რომ დიდ საქმეს აკეთებს. გვაქვს ქართული ენა ლიტერატურა, პედაგოგია ირმა ზოსიაშვილი. არაჩვეულებრივის ქუთაისიდანაა. და ძალიან უყვარს ბავშვები და შეაყვარა ქართული ენა, წერა, კითხვა, ანდაზები, ლექსები, ქართული ისტორია, არაჩვეულებრივი პედაგოგი. აგრეთვე ჩვენ გვყავს ჭადრაგის პედაგოგი, განცა მოვიკითხავთ და აი ეს კოლექტივია ძირითადად და მუსიკის პედაგოგი არაჩვეულებრივი ქალბატონი ნინო ლობჟანიძე, რომელიც სპექტაკლებში ღებულობს მონაწილეობას მომზადებული ბავშვები და აი სპექტაკლის განმავლობაში ცოცხლად ასრულებენ სიმღერებს და შესანიშნავია თოჯინებთან ერთად იღებენ მონაწილეობას ბავშვები, რაღაც სიახლეა. არაჩვეულებრივი. და ქალბატონ თამარ, მე როგორც ვიცი, შემდეგ აი ეს თქვენი, აი ეს კულტურის ცენტრი დავარქვათ, მოდით ასე, რაღაც კონტაქტებშია ლას-ვეგასთან. ლას-ვეგასთან შაშანი იყო ეს თუ არა, წელს იყო მოგახსენებთ. ლას-ვეგასში ვიყავით მიწვეული, იყო ფესტივალი. ხელმძღვანელი არის ირაკლი რუსია. აქედან მოვიკითხავ, არაჩვეულებრივი ადამიანი და მიგვიწვია ფესტივალზე. და ჩვენი ორი ბავშვი, ვიქტორია კაკაურიძე და ჩვენი ლუკა ღებულობდნენ მონაწილეობას, მღეროდნენ და ლას-ვეგასის მერიამ დააჯილდოვა და დაჯილდოებული წამოვედით ნინოც რა თქმა უნდა ქართული გენის დამფუძნებელია, ხელმძღვანელია და დაჯილდოებული გახარებულები წამოვედით სახლში. რა უნდა გითხრათ გარდა იმისა, რომ გისურვოთ ძალიან დიდი წარმატება თქვენს ამ დიდებულ მედია პროექტს და ჩათვალეთ, რომ მართლაც ღვთაებრივ საქმიანობასთან გაქვთ საქმე და მართლაც ღვთაებრივ საქმეს აკეთებთ, იმიტომ რომ ეს ბავშვები, რომლებიც უმრავლესობა უკვე იქ იბადებიან, იქ იზრდებიან, იმათაც ხო უნდათ ქართული სული, უნდათ მოკლებული არიან. რა თქმა უნდა, რა საკვირველია და მართლაც დიდი გენიალური საქმეა.
ეხლა აი კვირაში რამდენჯერ არის თქვენი შეხვედრები ბავშვებთან? კვირაში არის 3 ჯერ, მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ ისე, როგორც ბავშვებს აწყობთ. ეს სკოლა არის, თქვა, ზოგი დილით სწავლობს, ზოგი დღის მეორე ნახევარში და ამის მიხედვით ვარეგულირებთ საათებს და დროს. შაბათ-კვირას კიდე. ნუ ჩვენი სტუდია სულ ღია, სულ მუშაობს და ჩვენთან დრო არ არის განსაზღვრული. აი არ არის დრო რომ ვთქვათ 1 საათი. ხანდახან შეიძლება იყვნენ 2 საათი და ბავშვებს სახში არ მიდიან. აი იმდენად უყვართ ჩვენთან მოსვლენ, არის თბილი და გარემო სიყვარული სიტყვა. რა საკვირველია და იქ არის მარტო სიყვარული, მარტო სიტყვა. შეიყვარეს ჩვენი სტუდიო ბავშვებმა და არაჩვეულებრივი მშობლები ყავს, რომლებიც გვერდში გვიდგანან ყოველთვის. ძალიან კარგი მშობლები. რაც თავარია იქ თქვენ გაქვთ პატარა საქართველო. გვაქვს და ეს იყო ნინოს ოცნება, რომელიც მე გვიან გავიგე. ეთყობა ბავშვობაში ოცნებობდა, უნდოდა და მიხარია რომ ნინომ ეს ოცნება აიხთინა და წარმატებულად აიხთინა. მე ასე ვფიქრობ, მე ხა ბევრს არ ვილაპარაკებ ნინოზე, მაგრამ ფაქტია. კი არა, ფაქტი. მისი საქმე ლაპარაკობს ამ ყველაფერს, რასაც ნინო აკეთებს და მე ძალიან მიხარია რომ ნინოსთან გარდა ესეთი ადამიანური ურთიერთობებისა, მაქვს შემოქმედებითი ურთიერთობებიც და მისი მით უმეტეს აი ახლა ამ გადაცემის შემდეგ ჩვენ კიდე სამომავლო გეგმებს დავსახავთ და ტელეკომპანია ქართულზე ძალიან ხშირად იხილავთ თქვენ იმ გადაცემებს, რომელიც ნინო ქართული გენის აი ამ პროექტში და ამ პროექტში აკეთებს ნინიკო ამ დიდებულ საქმეს და თითოეული გადაცემა, თითოეული ღონისძიება, რომელიც იქ იქნება გაკეთებული ამერიკის შეერთებულ შტატებში, თქვენ იხილავთ ტელეკომპანია ქართულის ეთერში და ამისი ნათელი კონტურები უკვე ჩანს ჩვენს არხზე და თქვენ არაერთხელ გინახავთ ნინოს მიერ მომზადებული არაერთი შესანიშნავი გადაცემა. ქალბატონო თამარ, თუ გნებავთ რომ რაიმე გითხრათ თუ არა და დაგემშვიდობებით, იმიტომ რომ ველოდები ჩემი პატარების შემოსვლა სტუდიაში. აი ერთ რამეს დავამატებ, ეს რომ არ თქვა არ შეიძლება. წელს ჩატარდა ქუთაისობა გვირილობა მეორეც. ანუ უფრო მასშტაბური, უფრო გრანდიოზული და უფრო კარგი. და მე მინდა მადლობა გადაუხადო ქალბატონ დიანა ბაგრატიონს, რომელმაც დააფასა ნინოს შრომა და ჩვენი ნინიკო თავისი პედაგოგებით, არაჩვეულებრივი პედაგოგებით დააჯილდოვა. და კიდე დავამატებ სექტემბერში დაჯილდოვება ნიუ-იორკის მერიაში, სადაც მიწვეულია ქართული გენი და ველოდებით სულ მოუწმენთ ამ დღეს. ძალიან კარგი, მეც მოკითხვას უთვლი ქალბატონ დიანას. არაჩვეულებრივი დიდი პატივისცემი, დიდი სიყვარულით მოვიკითხავ, ვიცნობ არაჩვეულებრივად და მიხარია რომ ნინო იმედაძესთანაც არის დაკავშირებული მისი მოღვაწეობა. ძალიან დიდ წარმატებას გისურვებთ მადლობა და მადლობა მოწვევისთვის. და ერთი რამ, რომელიც არ უნდა დამავიწყდეს ახლა. ნინო იმედაძე გახლავთ არაჩვეულებრივი ოჯახის რძალი. ბატონ გიზო კაკაურიცის ჩვენი ქუთათურებისთვის განსაკუთრებით საყვარელი მსახიობის შესანიშნავი პიროვნების რძალი. მე მოვიკითხავ ბატონ გიზოს ძალიან დიდი სიყვარულით და მინდა მას უსურო კიდევ დიდხანს აი ესე მხნეთ ყოფნა და რაც თავარია ჯანმრთელობა. ბატონო გიზო, ძალიან მიყვარხართ და უყვარხართ ქუთაის და სრულიად საქართველოს. ქალბატონო თამარ, თქვენი ნებართვით დროებით დაგემშვიდობებით ახლა და უნდა შემოვიყვანო აქ ჩვენი მომავალი თაობა. არაჩვეულებრივი ბავშვები. არაჩვეულებრივი ბავშვები, რომლებიც ოღონდ ესენი უკვე არიან დღეს ამერიკელი ქართველები, მოდით ასე ვთქვათ. დროებით შემოკარგო. გენაცვლეთ, მადლობა.
დავბრუნდით ეთერში, ჩემო ძვირფასებო და როგორც დააგპირდით, საოცარი სტუმრები მყავს დღეს და მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ აი ეს ის გარემოა, რომელსაც მე ვარ მონატრებული უკვე რამდენიმე წელია. 35 წელზე მეტი ვიმუშავე ბავშვებთან და ეს ჩემი ცხოვრება იყო, ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი. ძალიან ბედნიერი, ძალიან საინტერესო და მე დღესაც ბედნიერი ვარ, რომ აი ამ ბავშვების, აი ამ დიდებული პატარა ქართველების გარემოცვაში ვიმყოფები ახლა. ესენი არიან სწორედ ის პატარა ამერიკელი ქართველები, რომლებიც დღეს ტელეკომპანია ქართულს ეწვივნენ. მოგესალმებით ჩემო ბრიტონიებო, როგორ ხართ? კარგად. ხო ხართ კარგად. მეც კარგად, აი თქვენ რო გიყურებთ უკვე ძალიან მაგრად ვარ. დღეს სტუმრად არიან ჩვენთან ბექა და ლილე რიჟამაძეები, ვიქტორია კაკაურიძე და ლუკა ვადაჯგორია. ეს 4-ვე ულამაზესი გოგო ბიჭები მოღვაწეობენ ამერიკაში. ხო. იქ დადიან ნინო იმედაძის მიერ დაფუძნებულ მედია პროექტში, ძალიან დიდ კულტურის ცენტრში, რომელსაც ქვია ქართული გენი და ახლა ესენი ეს პატარები მოგვიყვებიან, რას აკეთებენ, რას მოღვაწეობენ, მოსწონთ თუ არა ამერიკა, საქართველოში რო ჩამოვიდნენ, რა ემოცია დაეუფლეთ და დაეუფლათ და ასე შემდეგ. მოდით ახლა დავიწყოთ საუბარი და რომელი დაიწყებთ? აბა ვიცი რომ 4-ვე მაგრად საუბრობთ, მაგრამ პირველი ვინ გაბედავს აბა? პირველი ვინ იქნება? ლუკა. აბა ლუკა. აბა ლუკა, მოგვიყევი ახლა შენ შესახებ. როდის წახვედი ამერიკაში? და საქართველოში შენ დაბადებული საქართველოში ხარ? არა, მე ბექა დავიბადეთ და ვიკა და ლუკა ამერიკაში. ესენი ამერიკაში არიან დაბადებული. მოდი მაშინ ვინც ჯერ ამერიკაში დაიბადა, იმას შევეკითხოთ. აბა დაიბადე ამერიკაში. რა პერიოდულობით ჩამოდიხარ ხოლმე საქართველოში, ლუკა? მე ჩამოვდი ვარ საქართველოში წელიწადში ერთხელ. ზაფხულობით, ხო? ზაფხული განსაკუთრებულად გიყვარს ალბათ, ხო? შენ თბილისში ცხოვრობ, ისე როგორც ვიცი, თბილისში გაყო მე დედას ვესაუბრე. და აი აქ რო ჩამოხვედი, მე მაინტერესებს აი მართლა როგორ დიდ კაცს ისე შეგეკითხები ახლა. რაიმე გრძნობა თუ დაგეუფლა, რო ჩამოფრინდი და პირველად ფეხი დადგე საქართველოს მიწაზე. აი რაიმე შეგრძნება თუ ქონდა. განსხვავებით იმისგან, რასაც განიცდი ამერიკაში. მე რო დავდევი ერთი ნაბიჯი დადგი საქართველოში, ისა სიყვარულით გავით. შენ შემოგე სიყვარული დაგეუფლა, იმიტომ მონატრების, შენ შემოგე, რა კარგი პასუხი გამცა ბავშვებო, ნახეთ, გენაცვალე. იმდენად გენატრებოდა, რომ სიყვარული იგრძენი, ხო? ქართულ მიწაზე შემოგევლე შენ. ჩემო პატარებო, თქვენ ალბათ იცით, ალბათ მე ასე ვფიქრობ, რომ საქართველო გამორჩეულია არა მარტო თავისი კულტურით და უკვე მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ყველანაირი ცივილიზაცია მოდის საქართველოდან, არა მარტო ეს, არამედ ის, რომ ჩვენ ქართველებს გვაქვს საოცარი სამზარეულო, რასაც ქვია ქართული სამზარეულო და ქართული საჭმელები. უგემრიელესი. მაგრამ როგორა საქმე ამერიკაში გააქვს საშუალება ქართული საჭმელები მიირთვა? ხო, იქ ქართული მაღაზიებია და იქ ხინკალებია აჭარული. მართლა? ხო. და ძალიან ხშირად სტუმრობთ ალბათ მარკეტს, ხო, სადაც ეს იყიდება, ხო? ისე ყველაზე მეტად რომელი ქართული საჭმელი გიყვართ? მე? აბა ბექა. ხინკალი. აბა ვიქტორია? აჭარული ხაჭაპური. შენ ლუკა? ხინკალი და აჭარული ხაჭაპური. მე ლილე, შენ? ძალიან გემრიელია. რომელი? ხინკალი? ხო, ხინკალი. ხინკალს ძალიან იშვიათად ვჭამე. აჰა. ხო. ახლა გუშინ შევჭამე. აჰა, რაც აქ ჩამოხვედით, ალბათ სულ მიირთმევთ, ხო, ქართულ საჭმელებს და ხო, ქართულ სამზარეულოს ხშირად სტუმრობთ, ხო? და ისე იქ დედიკოები გიმზადებენ ქართულ აი საჭმელს და ქართულ სადილს. თუ არის ამის საშუალება? კი, ხო? კი.
ძალიან მაგარია. ანუ ამითაც ცნობილია საქართველოს, რომ ყველაზე გემრიელი საჭმელი აქვთ ქართველებს. რა მაგრები ვართ არა ისე? ყველაფერში მაგრები ასე როგორ ავართ, ხო? ხო ხართ იქ ამაყები, რომ ხართ საქართველოსთან, ხო? დიახ. ვიქტორია, მოდით ახლა ყველას გეკითხებით ამას და რა თქმა უნდა ერთმანეთს ვაცალოთ საუბარი. თქვენ ნინო მასწავლებელთან დადიხართ, ხო? ხო. ნინო მასწავლებელთან. აი ბექა, შენ რას აკეთებ ნინო მასწავლებელთან? მღერი, ცეკვავ, იქ თეატრში სპექტაკლს თამაშობ თუ რა ხდება? აბა მითხარი? სპექტაკლში ხარ, ხო? ხო, რა როლი გაქვს იქ სპექტაკლში შენ? მონადირეს თამაშობ? ღმერთო რა მაგარია. ლილე, შენ? მე ბევრი როლები მქონდა. აბა რომელიმე გამორჩეულად გიყვარს რომელიმე როლი? მე მომწონს მანანა. იმიტომ რომ ყველა ჩემს სახელს ამბობდა, როცა უთხარი რომ დამიძახონ და თან დიდი როლი მქონდა. შემოგევი. და შენ იყავი მანანას როლში, ხო? დიახ. გენაცვალე, ოჩახ. გამარჯობათ ბავშვებო. გამარჯობა. ალბათ მოგწონთ. მოდის გოგონა და ბაცს ეინებს. ეხლა ფიქრობთ, თქვენს შეძლებთ ამას, ხო? მაგრამ რომ მოგანდოთ, ვერ შეძლებთ. თქვენს მოაშორებთ, თუ არა? ეგრევე ჭაობისკენ გაგვით. გამოდი, გაიხრჩობდი. მე ვიცი რომ თქვენ მღერით კიდეც, ხო? აი ვიქტორია ვიცი, ლუკას სიმღერაც მოსმენილი მაქვს და თქვენ მე არ ვიცი, ესე იგი საიდან დავიწყო აღარ ვიცი ახლა. ლუკა, მე ნანახი მაქვს შენი ერთი საოცარი ვიდეო. შენ ხო რა თქმა უნდა თბილისში ცხოვრობ და აქ გაქვს სახლი, მაგრამ შენ მაგრად გიყვარს ქუთაისი. მე ჩიტმა მომიტანა ამბავი. და იქ შენ ისე ბაძავ ქუთათურების საუბარს, აი ერთ-ერთში. ხო შეგიძლია ერთი ფრაზა თქვა იქედან. აი შენ იქ რაღაც აი ხო იცი ქუთაისლები ისეთი თავიანთი კილოკავით საუბრობენ და ზუსტად ისე საუბრობ შენ იმ ვიდეოში. ხო არ იტყვია? ხო არ გახსოვს? 4 ხაზი ლექსი ვიცი ქუთაისზე. აბა მიდი, აბა მომიყევი, აი ხალხს წამკითხე. მახალ ფარდოვანი ამხიბლო სიტყვები. უბრალო კაცი ვარ, უბრალო ზნაშობი. მიყვარს ქუთაისში უბრალო ნათქვამი. რა ვახარ სიმონ, რა შობი. არ მიყვარს სიტყვები იყავით, გეთაყვა, არ ამწამს ფერადის. ლურჯია ჩემიცა. მიყვარს ქუთაისში სტუმრისთვის ნათქვამი. კაი თუ ღმერთი გსამ სამეიხვალ მეიცა. არასდროს მომწონდა ეს სიტყვა დაქალი. ქუთაის როდესაც ქვიოდა, აია. მაშინას გოგონას დაქალის მაგივრად ეძახდნენ, მე ძმა და შენ კიდე დაია. თუ ქუთაის თხოვ რომ გიძმოს, მის სიყვარულში დამწვარი. თახბობის ნიშნად გეტყვიან, რაზეა სიმონ ბაზარი. ბრავო, ბრავო. ოჩა ლუკა. რა ბიჭია, ყოჩა. არაჩვეულებრივი ბიჭი ხარ ლუკა. ვიქტორია, მე როგორც ვიცი, თქვენ ერთ სპექტაკლში ერთად თამაშობთ, ხო? დიახ. შენ ახარ ბებია, ხო? წითელ ქუდაში და ეს ვინა? ეს. ეს ამგელი. გელო შესაზიზღარო შენ გელო. მე მოსმენილი მაქვს თქვენი სასწაულის სიმღერა. იქ რომ ღერით და ისი აქ ახლა ძალიან კარგი იქნებოდა აკაპელა ხო იცით რა აი თანხლების გარეშე. იქნებ 1-2 ფრაზა წაიღიღინოთ, იმ სპექტაკლიდან. შეგიძლიათ? ლუკა, აბა რომელი იწყებს? ლუკა. აბა ლუკა, დაიწყე. დილი შენს ბაღში ხიღიმე, ხამით ყვავილებს დარაჯობ, პირველად შენ გამიხიმე. და მერე შენ მაყაყაჩო
ღაღაჩო მაგშენი ბაღის გიჟრიზამცა მაღაღაჩო მე ყოველღამე მეძახის როცა შეძბაჯლებს დარაჯო ღაღაჩო მაგშენი ბაღის გიჟრიზამცა მაღაღაჩო მე ყოველღამე მეძახის როცა შეძბაჯლებს დარაჯო. ყოჩა, შესანიშნავი ბავშვები ხარ და ჩვენ გვაქვს ახლა საშუალება, რომ ის ფრაგმენტი ვაჩვენოთ ჩვენს მაყურებელს და შემდეგ დავბრუნდეთ ეთერში. კარგით? კარგით. აბა ბექა, მოგვიყევი, რაც შენ გინდა, გინდ ლექსი, გინდ რაიმე ამბავი. აბა ოღონდ მოუყვეთ ჩვენს მაყურებელს. ქუთაისის ქუჩები. სიყვარული თუ ამშვენე, თეთრი ხიდი ჯაბირი, სამი თამოვაჩვენე. ყოჩა, კარგი ბიჭი ხარ ძალიან. ლილე, აბა შენ რა შეგვიძლია გითხრა, გინდ მოგვიყევი რაიმე ამბავი. გინდ ლექსი წაგვიკითხე, რაც გინდა. მე ვიცი ერთი ლექსი საქართველოზე, მაგრამ ლუკამიცის ნახევარი და მეც ვიცი ნახევარი. ხო და მაშინ დაიწყოს ლუკა და შენ გაგრძელება იცი? არა, მე ვიცი. შენ იწყებ და აგრძელებს ლუკა? კარგი, დაიწყე ლილი, აბა. ვისაც უყვარს საკუთარი სამშობლო და მინდორველი, ვინც არ უნდა იყოს იგი ფინელი თუ ინდოელი, ვინც გლეხია, ვინც მუშა, ვინც სიმართლის მძებნელია, საქართველო არ უყვარდეს, ყოვლად შეუძლებელია. კიდევ უფრო იღორძინეს საქართველო, კიდევ უფრო ბევრი შვილი გამოზარდეს სასახელო, კიდევ ერთი რუსთაველი კიდევ ერთხელ ამხერო, შენც იხარო, ჩვენც გვახარო, გამხნევდე და გაგვამხნევო. გევალება საქართველო, შეგიძლია საქართველო, გაუმარჯო საქართველო. ამაზე უკეთესი ფინალი მე მგონი ჩვენი გადაცემის არ იქნება. კიდევაც დაიზრდებიან ალგეც ლეკვები მგლისანი, აჰა, საუკეთესო მაგალითი ამისა.
ჩვენი ლუკა და აი ეს საოცარი თვალხატულა გოგო ბიჭები. ვიქტორია, ხო არ გინდა რაიმე მოგვიყვე? რა ვიცი, ახლა ლექსი მიდარო. აბომით. ვარდი ვარ, სურნელოვანი, ყრავილთა მეფემ ქვია. მამშვენებს ყაყაჩოები, გვირილები და იაო. შემოგევლე, დიდი მადლობა. ბავშვებო, ხო არ გინდათ რაიმე თქვათ საქართველოზე? აი თქვენ მშობლიურ მიწაზე, იმ ფესვებზე, რომელზედაც თქვენ დღეს გახართ და დღეს ხართ აქ ჩამოსული ჩვენთან საქართველოში. ისე რა მინდა იცი კითხოთ, იქ ყავთ მეგობრები, ხო? ამერიკაში, უკვე ამერიკელი მეგობრები, ხო? აქაც ხო ყავთ? ხო, საქართველოში, ხო? ჩვენ გვაქვს საქართველოში მეგობრები. ყავთ მეგობრები საქართველოში, ლილე შენც ხო? ხო, ძალიან ბევრი. აქ საქართველოში რა კარგია და ისინი გელოდებოდნენ, ხო? ხო, მთელი წელი. რა მაგრამ კარგი. ხანდახან წერილებს წერიქედან, ხო, მესიჯებს? ხო. რა კარგია. შენ ვექა? შენც ხო ყავს აქ მეგობრები? კი. საქართველოში ორი მეგობრის სახელი მითხარი. ლიკუნა და მერაბი. ყოჩა, აჰა. ძალიან გიყვარს შენი მეგობრები, ხო? ხო, ჩვენ იგივე მეგობრები გვყავს. საერთო მეგობრები ხართ თქვენ, ხო? ყოჩა, ძალიან კაი ბავშვები ხართ. ბავშვებო, მინდა ძალიან დიდი წარმატება გისურვოთ და გისურვოთ, რომ თქვენს ქვეყანაში იყოთ. თქვენს ხო გინდათ ეს, რომ საქართველოში იყოთ? ხომ გინდათ? ხომ გინდათ ეს? ანუ როცა იქ ახართ, მაინც გენატრებათ, ხო? თქვენი საქართველო. გენაცვალე. და მაგრამ თქვენ ნინო მასწავლებელმა ისეთი გარემო შეგიქმნათ იქ, სადაც თქვენ დადიხართ იმ თეატრალურ წრეში, აი იმ ქართულ გენში, სადაც თქვენ თითქმის კვირაში 3 ჯერ დადიხართ, ხო, თუ არ ხსნები? იქ ხო თქვენ იკლავთ იმის სურვილს, რომ ვაიმე ნეტა საქართველოში ვიყოთო. იქ ხო თქვენ პატარა საქართველო, ხომ დაგიფუძნათ ნინო მასწავლებელმა, ხო? ძალიან. ხო გიხარიათ იქ მისვლა ძალიან. ხო, ყველაზე მეტად, იმიტომ რომ საქართველოს გვახსენებს. მე საქართველოს გახსენებს. ძალიან მახსენებს. აი ვიცი რაღაცა პატარა ოთახია, მაგრამ მაგ ოთახში არის სიყვარული და ქართული ლაპარაკი და ძალიან მიყვარს და მახსენებს ყველაფერი საქართველოზე. შემოგივლე შენახე რა თქვა. პატარა ოთახია იქო, მაგრამ იქ საქართველოა და იქ შემოგივლე თქვენ. ძალიან მიყვარხართ ბავშვებო. ძალიან მიყვარხარ და მე მინდა რომ კიდე რო ჩამოხვალთ ხოლმე ჩემთან მოხვიდეთ აქ სტუდიაში. ამ ტელეკომპანიას იცით რა ქვია? ქართული ქვია. ქართული ტელევიზია ქვია ამ ტელეკომპანიას და ჩვენ ამ გადაცემას რო გავაკეთებთ, თქვენ შემდეგ ამერიკაში ნახავთ ამ ყველაფერს და მე ამ გადაცემას არაერთხელ გავიმეორებ. იმიტომ რომ თქვენ ძალიან მაგარი ბავშვები ხართ, ძალიან კარგი მშობლები ხართ, არაჩვეულებრივი პედაგოგები ხართ და თქვენს მასწავლებლებთან ერთად ძალიან დიდ საქმეს აკეთებთ ამერიკაში. რომ თქვენ არ ივიწყებთ თქვენს ფესვებს, თქვენს საქართველოს, თქვენს სამშობლოს. თქვენ ხო იცით, რომ სამშობლო ერთია ქვეყანაზე და ხო? ერთია. ამერიკაში ცხოვრობთ, მაგრამ თქვენი ფესვები და თქვენი ნამდვილი სამშობლო რა არის? საქართველო. შემოგევლით. ძალიან მიყვარხართ და მე ახლა ჩემს მაყურებელს უნდა შევთავაზო კლიპი. თქვენ ყველანი ხართ იმ კლიპში. ეს არის სიმღერა დედაზე, ცნობილი კომპოზიტორის ჯემალ სეფიაშვილის სიმღერაზე, არაჩვეულებრივი კლიპი და ჩვენ ბავშვებთან ერთად გემშვიდობებით ჩემო ძვირფასებო, დიდი სიყვარულით, დიდი სითბოთით და ამავდროულად რაღაც სევდანარევი ღიმილითაც, მაგრამ ეს ბავშვები აუცილებლად დაბრუნდებიან საქართველოში. ნახვამდის. დავემშვიდობ. კარგად. მინდორველი მოუჩი თავდიებს ორია შენი ორი თვალი გათენდება როცა გაიცინე განაცდება ჩემი გზალა კვალი ხოლო ჩემთვის სოლო მეც დავეცებ თუ სიხარულს ვეზე
მისველი სერმისელი ხოლო უცხოებზე და სწორეულზე გამინათე ქსები შენი შუქი სული სიმაფს არხავს ამიყვანე მეცხრეცაზე ზები უკრავების სები და მანახე მე ვაშენი პაწაწინავანი მე ვაშენი უნაზესი სევდა ყველაფერზე შვედიერი ცხადი მაშინ ახალ როცა სიზმრად ხედა გაზაფხული ვიზე იმოდდედა შეახდები ათებულა ირგლი სიმღერაში შენი გული ვეთქავს შენი მთვარე შენი მზედა სხივი გამინათე ქსები შენი შუქი სული სიმებს არხევს ამიყვანე მეცხრეცაზე ზები უკრავების სები და მანახე უკრავების გზა მანახე Sweetie, Rahutitis, Moscow, Davipante, Metawa, Kamohete, Toli, Mechas Pizza, Hachapuri, Mechas Sayahata, Bezhata, Mechas Samikochi, Mechas Secretary Zion Nino Pepe Mindanaho